გამოცხადებული ვართ მოწმის სტატუსი. უპირველესად დავადგინეთ ბატონო არჩილ თქვენს ვინაობას სახელი გვარი ძალით. დაბადების თვე რიცხვი წერია. 22/12/2020. კი ბატონო. საქართველოს მოქალაქე ძალით. განაცხადება საშუალო მოქალაქეს. ამ ეტაპზე მუშაობს და სად მუშაობს ბატონო არჩილ? ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეექვსე გამართლების ინსტიტუტში. გასაგებია, გავიგებ, ოდნავ კანდიდატით ბატონო არჩილ, მიკროფონი პავლასე და თქვენ ოდნავ კანდიდატით და ხმა კარგად არსებობს. კარგი. და ბრძანეთ რომ რეგიონი წამუშავთ? ბარიშინა გასაკვირდა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე გამყოფილების უფროსი ვარ. კი ბატონო. კარგი, ბატონო არჩილ, გაგაცნობთ თქვენს როგორც მოწმის უფლება მოვალეობას, თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, რა საქმესთან მიმართებით ხართ გამოცხადებული დღევანდელ სხდომაზე. სასამართლომ კარგად განმარტება, უფლება გაიცნოთ. თქვენი მონაწილეობით ჩატარების სხდომისათვის მოითხოვთ მასში შენიშვნების და დამატებების შეტანა. უფლება გაქვთ არ მისცეთ დანაშაულის ჩადენაში. თქვენი ან თქვენი ახლო ნათესაობის გამხილებელი ჩვენება. ვალდებული ხართ გამოცხადდეთ სასამართლოში გამოძახების სტატუსი. პასუხობთ დასწრულ შეკითხვას. არ გაამჟღავნოთ საქმესთან დაკავშირებით დადებები და თქვენ ამ შესახებ გაგახსენებთ სასამართლო. ამასთან გაფრთხილებით. ჩვენების მიცემაზე უგვარის მისათვის ჩვენების მიცემისათვის თქვენ დაგეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კანონი ჩვენების მიცემამდე მოგეხსენებათ ითვალისწინებს ფიცის დადების ვალდებულება, შემიძლია დაიწყოს რელიგიური ფიცი, ან რელიგიური ფიცი ან ფიცის შემცველი დადასტურება, რომელია მისაღებებისთვის. ფიცის შემცველი დადასტურება სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით. ადასტურებთ თუ არა რომ ითვლით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დავვალავთ. თქვენ უნდა ბრძანოთ დიახ ვადასტურებთ. გამიდასტურებთ ხელმოწერით. პირდაპირ დაკითხვა შეგვიძლია დავიწყოთ ისმე ბრალდების ხარისხი. მოგესალმებით ბატონო არჩილ, პირველ რიგში მოვახსენეთ სასამართლოს თქვენი გამოსვლების შესახებ რამდენი ხანია რაც სამართალო ორგანოებში მუშაობ. სამართალო ორგანოებში მუშაობ 2007 წლის აგვისტოს თვიდან, დაკავებულ თანამდებობაზე 2019 წლიდან ფერმ. კი ბატონო. ბატონო არჩილ, თუ გაიხსენოთ 2019 წლის 11 იანვარს საიმყოფებოდით, გასაკეთებდით და ქრონოლოგიურად მოგვითხრობთ განვითარებული მოვლენების შესახებ. ესე იგი, ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას 2025 წლის იანვრის თვეში, 11 იანვარი იყო. რა დროსაც იყო აქცია განმსებული საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ მოგვიწია გადასვლა, შემდეგ აქციის წევრებმა გადაინაცვლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, ფეხით ცვლილება მოაწყვეს და აპროტესტებდნენ იმას დაკავებულ პირებს, ზოგადად დაკავებულ პირებს, სასამართლოსთან დაკავებულ პირებს და ამ დროს ერთ-ერთი აქციის მონაწილემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზურგზე გააკრა სტიკერი „იქცება საქართველო ამდენი წარწერით“. რადგანაც მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით და გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში. როდესაც აქტის მონაწილეებმა გააკვირეს, რომ პიროვნება გადაყვანილი იყო პოლიციის დეპარტამენტში, მსვლელობით გადაწავიდნენ დეპარტამენტის მიმართულებით, იმიტომ რომ არ თვლიდნენ კანონიერად იყო, რომ უკანონოდ იყო დაკავებული, ასე თვლიდნენ ისინი რა. შემდეგ მოგვიწია გადასვლა პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარედ. რა დროსაც მეც ჩემი თანამშრომლები, ჩემ კოლეგებთან ერთად ვიდექი წინ მარცესლიკის დაცვის მიზნით. და მარცესლიკის დაცვის მიზნით ვიდექი, რა დროსაც იძაბებოდა სიტუაცია, ანუ შეძახილებით მონებო უკანონოდ დაატყვევეთ, გოგონაზე იყო საუბარი, ვინც სტიკერი გააკრა და ითხოვდნენ უპირობოდ გათავისუფლებას, იმიტომ რომ არ თვლიდნენ თუ სამართალ დარღვევა ჰქონდა ჩადენილი ზემოთ აღნიშნულ გოგონას, ვინც სტიკერი გააკრა პოლიციის უფროსის მოადგილეს ზურგში. იმათამას თქვენ რაიონზე სტიკერის გააკრას, როდესაც ზურგზე პოლიციის სამართლის უფროსის მოადგილეს გოგონა ზურგზე მიაკრა სტიკერის არჩევით იქცება საქართველოს. ამ ფაქტის შესახებ სასამართლოს მდებარე ტერიტორიაზე. როგორც ვთქვი, ამ ფაქტის შესახებ მეტი რადად დავინახეთ, ჩემს გვერდით იდგა სამართლის უფროსის მოადგილე, კიბერ შემოსასვლელთან იყო აი პირდაპირ. და ზოგადად ამის გამო იყო ეს გოგონა. ამის გამო იყო კონკრეტულად იმ ამ ფაქტს აქციის მონაწილეები თუ შეესწრნენ. კი, ყველა უყურებდა. ვინც ახლოს იყო იქა, შეეძლო დაენახა. აი ეს პროტესტი შეგიძლიათ განმარტოთ, პოლიციის დეპარტამენტთან გამოინაცვლა მისი გათავისუფლება. აი ამ პროტესტმა, აი
რა ფორმით როგორ გამოხატავდნენ ისინი როგორ აი ამ პროცესს? ნუ გამოხატულება იგივე იყო, თვითონ უკანონო პატიმარს მონებო გაათავისუფლეთ არაკანონიერთა დაკავებული და მსგავსი სახის შესახილები ისმოდა რა. და ამასთან დაკავშირებით მოითხოვდნენ უპირობო გათავისუფლებას, რომ უდანაშაულო ეს გოგო და თბილა დააკავათ. ესე ასე სკანდირებდა. აი ეს სტიკერები პოლიციის დეპარტამენტთან რამე დააბრუნდა კონდენს არა აი სტიკერებს გადასწავლოთ. იგივე შინაარსის სტიკერების გაკვრაც ცოცხალს კი იყო. აი ქალბატონი მზიარობის დაინახეთ პირველად აი ამ სახელმწიფო შეგებაზე და რა გავიხარეთ. ნუ ქალბატონი მზია და ვინახეთ იქ არაფერზე მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი იყო, რომელიც იგინებოდა პოლიციის მისამართით და შემდეგ გაბაიძე იყო, მაგრამ სახელი არ მახსოვს. გაბაიძეები იყო, ასე როგორც ვიცი რა. და ისინი რომ იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა მათი დაკავება. ან დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით. რაც არ მოყოლოდა სხვა რა ქვია, გამოხმაურება და სხვა სიტუაციის ესკალაცია და მაგასთან დაკავშირებით მანამდე ზეამოკლობა საერთოდ არ ვიცნობდი, არც შეხება მქონდა, არც ნაცნობი იყო არაფერი რა. საკითხიდან გამომდინარე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ითხოვდნენ განმარტებას თუ რატო იქნა დაკავებული ზემოთაღნიშნული პირები და ითხოვდნენ მხოლოდ კონკრეტულად მაღალ ჩინოსანთან შეხვედრას. ანუ ისეთ პიროვნებასთან, რომელიც რეალურ პასუხს გაცემდა რა. ანუ ის არ აკმაყოფილებდა ვინც იყო იქ, ვიცით რა. ითხოვდნენ რომელიმე ხელმძღვანელთან შეხვედრას, რომ კომპეტენტური პასუხი მივიღოთ. ამ თქვენ ვერც ვითხოვთ რა ეგ სიტუაციაში. რა დროსაც მოვიდა მასთან ირაკლი დგებუაძე სასაუბროდ, რომელიც ახლა გახლავთ საქალაქო სამართლოს უფროსი ჩემი უფროსია უშუალო. და ამ დროს მე ვიყავი გვერდით. და ეს საუბარი თითქოს დასრულებული იყო, მაგ დროს ქალბატონმა მზია მოკაჩა და შემოარტყა სილა რა, მარჯვენა მხარეს, ტობას. აი ასაუბარი იყო დაგინის დასრულებული იყო საუბარი. უხსნიდა ირაკლი ბატონი ირაკლი დგებუაძე უხსნიდა ტურისტვის იყო დაკავებული და რა მიზეზით იყო იქნებოდა და რომ მათი გამოშვება დღეს არ მოხდებოდა. იმიტომ რომ არიან ნასვამები იგინებოდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიციელების მისამართითაც იგინებოდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო შინაარსი ეს იყო შინაარსი კონკრეტულად სიტყვები აი კონკრეტულად დიალოგის დიალოგის ზოგადად გეუბნები უხსნიდა კონკრეტულად დაკავების მოტივს. ანუ რის გამო მოხდა დაკავება. ეგ იყო და ეგ. აი როდესაც ეს ფაქტი ნახეთ მოკაშა უზეა სახში და აი მომენტში თქვენ სამი აი მოპირდაპირ მხარეს ვიდექი რა, საგუშაგო სადაც ეს ფაქტი მოხდა, იმის წინ ვიდექი ზუსტად. ორივე მაგას გადაგაცემავთ, როგორც გადაგაცემავთ. კი. საერთოდ კონკრეტულად ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე მოხდა რა, ლოყის და აი ეს. მარჯვენა ლოყაზე. სიჩუმე დარბაზში. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ აი ამ მომენტში, აი ამ საუბრის დროს და ფიზიკურად შეურაცხყოფის მიზანების დროს კონკრეტულად რა ეცვა კანტ ირაკლი დგებუაძეს? პოლიციის ფორმა ეცვა დეტექტივის იმას ეძახიან ფუტუქს და შავი ფერის დასაცველი ეცვა ფეხზე ბოტასა. თქვენ რა ეცვათ ამ მომენტში? მე მეცვა პოლიციის იგი რა ქვია ჟილეტის მსგავსი ანუ წარწერით ფორმა პოლიცია რომელსაც აწევს. ამის შემდგომ როგორ ვითარდება პრობლემები, ანუ როდესაც სახში დაარტყა მზია? ამის შემდგომ მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება, მაგ დროს რადგან ახლოს ვიყავი, მეც ვეხმარებოდი ანუ შეყვანაში პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, რა დროსაც მე ბოლომდე არ შევსულ ვარ შიგნით, უკვე ბერდია ფერაძე და კიდე სხვა პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც შეიყვანეს, არ ვიცი პირველ სართულზე, არ ვიცი მეორე სართულზე, არ ვიცი მაგრამ შენობაში მე არ შევსულ ვარ, დაუბრუნდი იმ ტერიტორიას, რომელად კიდესაც ვიყავი მე. ირაკლი დგებუაძე ჩემთან ერთად გამოვიდა. მალე ხანში გამოვიდა. ამის ფაქტის შემდგომ ირაკლი დგებუაძესთან პირდაპირ კომუნიკაცია მიზნულად თქვენი პროცესების არ შეგვიძლია. ნუ ვიზუალურად იყო რამოდენიმეჯერ კი ერთად ვიყავით პრინციპში სანამ აქცია დასრულდებოდა თითქმის ერთად ვიყავით.
სახეზე რა ნიშნულდება? ნუ შეცდება ქონდა. ახლა ზუსტად კონკრეტულად ახლა თითები და რამე არ ეთყობოდა, მაგრამ შეცდებული ქონდა. შეცდებული ქონდა. აი კონკრეტულად ეს შეცდება საჩენჩი და რამდენი ხანი იყო დაახლოებით გასული აი ამ ფაქტი. ანუ ირაკლი გეგუაძესთან მე კომუნიკაცია ანუ პირადად შეხვედრა მქონდა ფაქტიდან 15-10 წუთის შემდეგ რა შეიძლება ცოტა მეტი შეიძლება ეზოში რა შიგნით. როდესაც მე გამოდიოდი თვითონაც მოტრიალდა უკან და მე მაგ დროს განათებაა და განათების წუთის შემდგომ ეზოში როდესაც შეხვდით აი იქ როგორი პირობები იყო განათება განათებები არის რა იმას რა ქვია საკმაოდ ნორმალურადაა განათებული იგი ეზოს ტერიტორიაზე. აი ვიდეო ჩანაწერს გაჩვენებთ და შეიძლება თქვენ მიუნიდოთ კონკრეტულად სად გეხართ და რატო შემედი მე უკვე აი ორჯერ დაიცა კარგი გაჩვენეთ თუნდაც ხარია როცა თქვენ თავს დაინახავთ მაშინ გავაჩენთ გავაჩენთ და თქვენ თავს რომ დაინახავთ ვიხარით რომ კადრი შევეჭრით აი აგერვანე სად აბა მოხდით ორი კავკავი აი აგერ შეიძლება კიდე გადმოახმიოთ თუ შეიძლება ვერ დაინახოს ასა აი ბატონო მნიშვნელოვანი არის ეს გარემო აი ზუსტად როგორი პოზიციით გეხართ თქვენ და როგორ ახერხებთ აი ამ ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად აი ზუსტად ერთი წამყვანში თქვენ ამბობთ რომ ერთი სულ დაინახეთ მოხაჭვაც ასევე დაინახეთ ფიზიკურად ხელის დარტყმას და ხედავთ როგორც იგეგმება სასწავლო სიამოვნებას აი პოზიცია როგორია თქვენი საით გეხართ მეტრიალებული და თქვენგან ერთი რამანძილზე და რა პოზიციით არის გამაგებული დაახლოებით 2 მეტრო იქნებოდა ან მეტრო ნახევარი ან 2 მეტრო მოპირდაპირ მხარეს ასე უყურებდი აი მე და თქვენ რო საუბრობდეთ და 2 მეტროზე რო ვიყო თქვენთან ასე ოღონდ ამასთან კამერები იყო მიგჯენილი და უყურებდა ამათ დიალოგს და თან აფიქსირებდა არ ვიცი რომელი ტელევიზია იყო მგონი აჭარის ტელევიზია იყო იმიტომ რომ მაგიდან მოთხოვა კამერების გამოთხოვა ეგ იყო და ეგ და აქედან უყურებდი ზუსტად მაგ დროს როცა კალადონიზიაში შეყვანა ხდებოდა მაშინ პოლიციის დეპარტამენტში ახლოს ვარ და თქვენთან ერთად პოლიციის თანამშრომლები ნუ ბერდი აფერაძე იყო კადრებში ვინც ჩანს ერთი ცოტნე ქართველი შვილია ჩემი თანამშრომელი გიორგი ბჟალავა თვითონ ირაკლი გეგუაძე ცოტნე ქართველი შვილი თქვენი და ჩემი თანამშრომელია კი ბატონო დეტექტივი პოლიციის მეექვსე გამოყოფილების დეტექტივი წერან ასეთ რომელი პირიქით დაკავებულია ბანკომარებაში ამასთან დაკავშირებით საერთოდ ნუ ინფორმაცია მაქვს როცა დაკავებები ხდებოდა ვინ იყო დაკავებული მე იმას შევეთრა იქ უშუალოდ მაგათ დაკავებაში მოგონებოდა არ მიმიღია არ მიმიღია ნუ არ შეუძლებელი ვიცი რომ დაკავებდნენ რაღაცას მაგრამ უშუალოდ მე პირადად არ მიმიღია მონაწილეობა რა იმათ დაკავებაში კი ბატონო და ხალხის დაკავშირებით უყურდა ინფორმაციას გადაინსა რაც მოგუძლებით მანამდე ზოგადად ცნობილი იქნება თქვენ მოსავალად და ყოველთვის ადმინისტრაციული დაკავებული და ახალგაზრდული იყო როდესაც ეს ფაქტი მოხდა კი ბატონო იმ წინა ადმინისტრაციული დაკავების შესახებ უგავი ინფორმაცია მაგ თემაშიც არ მიმიღია მონაწილეობა ბატონო კი კი არის კი ბატონო რაშიც მიიღო მონაწილეობა იმას ვარდასრულებ კი ბატონო თქვენ მონაწილეობა მიღებული ინტერვიუის საკუთრების გასცემას და დათვალიერებაში ამასთან დაკავშირებით განმარტოთ თავისი არსი და მიცავდა ეს რაღაცა ანუ გაუნძებნა და გვიბარა ოზურგეთში 28 დეკემბერი იგი იანვარი იყო და ჩავედით ჩვეულებრივად მოხდა ვიდეოკამერის დათვალიერება ჩვენთან ერთად დავადასტურე იგივე რაც იყო და სად იყო ჩემი თავი ანუ
იგივე ვანახე გაუნწებელსაც და იმის მიხედვით მოხდა დაკვალირებული ოქმის გაკეთება. რა ადგილას დეპარტამენტთან თუ სასამართლოსთან? დეპარტამენტთან შესასვლელზეც და კედელზეც ხდებოდა გაკვეთილი დეპარტამენტში. ნახე რა ხდება მე სხვადასხვა ლოკაციებზე მიწევდა თანამშრომლებთან ერთად ყოფნა და კონკრეტულად რა ლოკაციაზეც მე ვიდექი იმ ლოკაციიდან არ ჩანდა, მაგრამ მე გავიგე რომ ალბათონი იყო დაკავებული, მაგრამ ზოგადად მე არ მივიღია ამ თემაში მონაწილეობა რა. ეხლა აი რეგულაციასთან სამომავლოა ეს აპელისტრება, მაგრამ თუ შენიშნეთ თემს რა. იმ მომენტში დავაფიქსირე, იმიტომ რომ ნახე რა ხდება აქციებიდან გამომდინარე ვიზუალურად მე სახეზე ბევრს ვცნობ აქციის მონაწილეებს, იმიტომ რომ ბევრი ხშირად მიწევ შეხვედრა თითქმის კი რა ყოველდღე მაგალითად ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, მაგრამ კონკრეტულად სახელი გვარით და ცნობადობით ასე არის. კი ბატონო. აი ზიანაპოლოსა და რეგულაციაში არანაირ მე არ შევსწრები მე არ შევსწრები რომ გავს ფაქტს. ქალბატონის ზიას მოთხოვნა იყო ხელმძღვანელის გამოსაუბრეთ თუ რატო იყო დაკავებული ადმინისტრაციულად ის პირები ვისაც საინტერესებდა და ეგ იყო და ეგ მათი დიალოგის საწყისი გოლა. პოლიციის დეპარტამენტში იქვე იქნა ადმინისტრაციული შენობის შეყვანება. იქ იყო ბერდია ფერაძე, სამართალოს უფროსია საგამოძიებოს, იქ იყო გიორგი ბჟალავა, იქ ვიყავი მეც. იქ იყო ირაკლი გებუაძეს თვითონ ისასწავლო. გებუაძის შეყვანა თუ დარჩა? ნაწილობრივ მე როგორ შევედი, იგივე მდგომარეობაში იყო გებუაძე უკან გამობრუნდა და შემდეგ. არა, ჩემს ადვოკატებს არ შესულა. მე შენობაში საერთოდ არ შევსულა და საწა იყვანეს რომელსაც უზე დასვეს ან რაღაცა მსგავსი თემა არ ვიცი, მაგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კი ბატონო. არანაირი მსგავსი არ გქონდა. აი ეს ვიდეო იყო, სადაც ჩანდით, რასაც ვუყურეთ ახლა და მსგავსი ვიდეოს ვუყურეთ მაშინ ქვია კომპიუტერში და იმის მიხედვით მოხდა ჩემი. არანაირად სახე დაფარული არ მქონია. საუბარი ეს იყო და გასაუბრობდა საუბრობდნენ ერთმანეთში გაზარებული და ამერიკაში დიდით ნუ დაახლოებით 2 მეტრო იყო რა, ახლა ზუსტად არ გადამიზომავს კონკრეტულად, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი. საუბრში და ასე ითხოვდა განმარტებას რისთვის იყო დაკავებული. რისთვის იყო დაკავებული და ბატონი ირაკლი უხსნიდა რომ იგინებოდნენ აგრესიულები იყვნენ პოლიციის მისამართით და ასე შემდეგ და ამიტომ დაასრულა საუბარი და მოდი აქ სად მიდიხარ და მოკაჩა და ნუ ირაკლი გებუაძე აპირებდა გაცლილი იყო რა, ანუ საუბარი დაესრულებია, რომელიც ქალბატონოზეამ არაცალა და მოხდა რაც მოხდა. ისმენთ და სპარს. მადლობა. გამარჯობათ. ბატონი გებუაძე თქვენი უშუალო უფროსია. დიახ. რამდენი ხანია მასთან ერთად მუშაობ? დაახლოებით 3 წელი. ანუ რაც ბატონი გებუაძე არ არის ქალაქის პოლიციის უფროსი, თქვენ მასთან ერთად. კი. მანამდეც მუშაობდი მე და გავაგზავნეთ მუშაობა. ზია ამაფლობელის ადმინისტრაციულ დაკავება არ ინახავს. ნუ არ მინახავს, მაგრამ გავიგე, კონკრეტულად მე პირადად მონაწილეობა არ მიმიღია მაგ თემაში, იმიტომ რომ საკმაოდ გაშლილი სივრცეა იქ და სხვადასხვა ლოკაციებზე მიწევდა ყოფნა, ან ჩემ თანამშრომლებთან ერთად. დაკავა, არ იცით ადმინისტრაციული წესი. არ ვიცი მაგის შესახებ, ახლა არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ არ ვიყავი მე თვითონ იქ ადგილზე და რა სამართალ დარღვევის გამო დააკავეს თუ იცით? ტიგერის გაგვრასთან დაკავშირებით რა სამართალ დარღვევის გამო დააკავეს ჩემი კითხვა. ამაზე არ ვსაუბრია, ამას ვერ ვთქვი.
არ მაქვს მაგის შესახებ ინფორმაცია, ბატონო, დაკავებული იქნა, კი ბატონო. არ გაქვს ინფორმაცია, პასუხი მივიღო. კი, არ მაქვს ინფორმაცია. რა სამართალ დარღვევისგან გააკეთე? არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია. კი ბატონო. თუ შეიძლება კადრის ჩვენება მინდა. რაოდენობის მხარის ვიდეო მასალის გულისხმობ? არა. დაცვის მხარის ვიდეო მასალის ჩვენება მინდა. თუ შეიძლება და ეხლა ვერეტრით მე მინდა მეოთხე დამხმარე ნაგებობაზე პლაკატის რაგვის რაოდენობა. მე შეიძლება მეხუთე. მეხუთე. დიახ. შუქით თუ შეიძლება. ეს დაახლოებით არის 0.27 უნდა იყოს. აი პროფილი. აი ეს თქვენ ხართ? დიახ. დიახ. ესენი უყურებთ მზია ამაღლობის დაკავებას. კონკრეტულად რასაც ციელი გააკეთა, იქ არ ვიცოდი, მაგრამ რომ დააკავეს, გავდექი და შევხედი ახლა და. არ კითხეთ და არ მინახავს დაკავება. დაკავება მე სხვადასხვა ლოკაციებზე დააკავეს. ერთ თქვენ ხართ მაგ კადრში? კი ბატონო. პირდაპირ უყურებთ მზია ამაღლობის. პირდაპირ უყურე, როცა ხელი მოკიდეს და წაიყვანეს, რა დააკავეს არ ვიცი. მე მითხარით რა დაინახეთ მაგ. დაკავება რა ჩანს კადრში. მზიას დაკავება ანუ დაინახეთ ადმინისტრაციაში. სიჩუმე დარბაზში. პლაკატი სიჩუმე პლაკატი წინდა. თქვენ დამის ბატონოია კითხვა მე. ალბათონოია. გამისვით მე კითხვა და პლაკატი. რის გამო დააკავეს არ ვიცი, მაგრამ დაკავება რომ არის ეს ფაქტია. თქვენ გეკითხებით, დაკავება რო არის ეს ფაქტია, ამაზე ავსაუბრობთ. თქვენ დაინახეთ მზიას დაკავება ესე. დაინახეთ ხო მზიას ადმინისტრაციული დაკავება დაინახეთ? მზიას ადმინისტრაციული დაკავების მოტივი მე არ დამინახავს და არ ყოფილვარ რის გამო დააკავეს. კი ბატონო, კაცი ჩანვარ ვადასტურებ ვარ მე. კი ბატონო. სტიკერი რომ მიაკარა. სტიკერის დაკავება არ დამინახავს. აი ახლა კადრი თავიდან სტიკერის დაკავება არ დამინახავს. რომ გამოვყავთ ის დავინახე მე. კადრში რას ხედავს თუ ადგილზე ყოფნას გადაინახა. დიახ. დავაბრუნოთ კადრი, კარგად დაინახოთ სადგას ბატონი არჩევდა საით იგურება. აი ეხლა წამოვარ კადრი უკან. აი სადგას, აი ბატონი არჩევდა. გამოყვანის დროს უყურებ რა, მაგას ვადასტურებ რომ უყურებ და შეხედეთ პოლიცია. ხედავთ იმ გრაფიკს თქვენ. და რა არის? ანუ თქვენ ხართ. მე მეკამათები კითხვას. მე მეკამათები გეუბნები. ეს პოლიციელები მე კითხვას რომ მიპასუხო. ერთი წუთი ბატონია არ არის. მიშე საჭირო. კარგით ბატონია ერთი წუთი. ბატონო არჩი, ვიდრე კითხვას არ მისმე. დაველოდოთ კითხვას და შემდეგ გაიცით პასუხი. პოლემიკის კამათის გარეშე. 7-დან. დიახ. ანუ ეხლა თავიდან გეკითხებით, მომიყევით რა ნახეთ მზიას ადმინისტრაციული დაკავებისას. აი რომ გრაფად რა ნახეთ. ძალიანობა ბატონო მოსამართლე მოწოდი ისაუბრა ის უკანთან დაკავშირებით
და აჩვენა კიდეც ვიდეოზე წარებული და აღწერა რომ დაინახა ეზოში შეყვანის კადრები და ფაქტი თვითონ ვის გამო იყო დაკავებული ამაზე არ აქვს ინფორმაცია როგორც თავად განაცხადა. დანარჩენი ხა შეფასების არის. ქალბატონო როგორ შეკავდა? ამ წუთას ეს პრობლემები დაგიწყვის დროს ეს ხო? ამ წუთას ამ ჩანაწერებს ნახავთ, მოწმე იცოვა და მოწმე თქვა რომ იქ არისო და არაფერი არ ნახავს. მე რომ აჩვენე და აბიძულებული იყო და დაასწრებინო და ეხლა მომიხმეს რა ნახა. ჩემი კითხვა მდგომარეობს ამაში, რა ნახა მოწმე. ჩვენი ამოცანა რა არის? რასაც მოგუწევიან ის მივიღოთ? ჩვენი ამოცანაა გავწმუნდეთ რამდენად გულწრფელია და სიმართლეს საუბრობს და რამდენად სანდოა მოწმე. ამას ვარკვევ ეხლა მე. ამიტომ მომიღებით რა ნახე. ერთი წუთი. მithumetes და პერიმეტრზე ვიხარ. ერთად დავისაუბროთ. დამატება აქვს რომ გადავინჯობთ. მაშინ და ერთად მოგახსენეთ. დამატებთ. გითხარით, თქო რომ სხვა პერიმეტრზე ვიყავი თქვა და მithumetes მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით სანდოობის შემოწმება. კი ბატონო. ჩემი კითხვა რა ნახეს ადმინისტრაციული დაკავებას რაც შეეხება გავიგეშია თქვა და გავიგე პროკურორის განმარტება. საკამათო საკითხია გარაფერი არ არის. მოწმემ ნამდვილად მიუთითა რომ იმყოფებოდა სხვა პერიმეტრზე და ასევე მოწმემ განმარტა რომ შეიტყო დაკავების შესახებ, თუმცა რა იყო დაკავების მოტივის საფუძველი და მათ შორის თქვენ შეკითხვაზეც ვის გამო დაკავდა ადმინისტრაციული წესით სამართლებრივი საფუძველი, განმარტა რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ეხლა თქვენი შეკითხვა არის რა ნახა აი ამ კადრში რომ ხედავთ. ეხლა უპასუხოთ საკითხს. მე პირველი კითხვა ვკითხე მოწმეს ზიას ადმინისტრაციული დაკავება არ გინახავს. თქო და მითხრა არ მინახავსო და მე რა ვაგრძელებ. ამიტომ მე ყველა ჩემი შემდეგი კითხვა ვიცი. თავში რა დავსვავ და შემდეგი კაბდომაია. ეხლა ვეკითხები რა ნახა ზიას ადმინისტრაციულ და აი თქო გახათ? კი ბატონო, რა გახათ? რა შეხედავთ? კაბდომაია. რაც ვიდეოში ჩანს იგივე ვიდეოში არა, თქვენ რას ხედავთ მომიყევით. ვიდეო არ ვიცი, თქვენი ქალბატონი ზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დანაყოფში შეყვანის პროცესი. ქალბატონი ზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დანაყოფში შეყვანის პროცესი. შეყვანის პროცესი. კი ბატონო. ვის შეყავს ქალბატონი ზია ადმინისტრაციულში დანაყოფში თუ როგორც გძალე ჭიშკრაში ვის შეყავს? აი ამ კადრ ვინ აკავებს ზიას? თქვენი რას ხედავთ? მე ჩაგითავთ იმას. ნახეთ, კაბდომაია, რომ იყოს გასაგები და გამომიჯნოთ. ბატონ არჩევს ვაყურებინოთ კადრი და კადრი. არა, ჯერ ვეკითხები, ვინ ესე იგებს კადრი ჩავიდეთ და არა, ჯერ ვეკითხები, ვინ ერთი წამი კაბდომაია თქვაში არ ვისაუბროთ. კაბდომაია შეკითხვები მიმართულია ბატონო არჩილ, თქვენ რომ იქ ხართ, კადრი დაივიწყეთ, ეხლა ვიდეოს არ ვუყურებთ. თქვენ რომ ხართ, იქ რა ნახეთ? კადრის შეფასებას ამ წუთას არ გთხოვთ. სამომავლოდ რას იზამს ამას ნახავთ. ისმენთ. იქ ჩანს კადრში გოჩა ვანაძე, გიორგი ბჟალავა და შეყავთ ამათ და ვანაძეს და ბჟალავაში. კი და ქალბატონო მოსამართლე, თავიდან გაჩვენა. ანახე და გიორგი ბჟალავა. ეს ბჟალავა? არა, ხუდიანი ვიცი ხო? მე გეკითხებით, ზიას ვინ აკავებს? ხუდიანი ვინ აკავებს? ის დეპარტამენტის დირექტორია. ბესელია? ეს არის ბესელია. ხელს იღებს, ესე იგი ვინ აკავებს ზიას? გოჩა ვანაძეცაა მაგალითში მორონდო. აბა ვანაძე გამონახეთ ახლა კი ბატონო. რა აღწერეთ? აი ვანაძე. აი ვანაძე. და ეს კი ბატონო ვანაძე. სად დარჩა ვანაძე? ეს კადრი მეტი არ მინდა. თუ შეიძლება ავანთოთ, ბატონო და ხო მეათე ვიდეო ბატონო და როდესაც კადრი არ აქნება, უბრალოდ ავანთოთ რომ ყოველთვის თქვენს არ თუ
თუ შეიძლება მეათე ვიდეოც მინდა. მეათე. დასახელება გითხარით რომ ადმინისტრაციული ადმ მეცხრეა. ეხო გაჩერეთ კადრი. ხელი ვისია მზია ვის შეყავს? გადავახვდეთ. ცოტა უკრანდეთ რა გადავიდით? ცოტა კარგად თავიდან დაიწყეთ. აი გაჩერეთ ვის შეყავს მზია? ვის შეყავს მზია? კადრში ვინ არის? ბატონო მოსამართლე ამაზე გასცეს. ეს სხვა კადრია. არა, კაც ამისო გრიგოლის ეს ვიდეო და ის ბატონო მოსამართლე. იქაა თუ მადლობა ბატონო პროკურორი. ვიდასწორებდა ესეა ხო იქნება ხო გადაგიდას მე წერამ კითხე იქ ვინ მოკიდა მზიას ხელის ტიკერთან იგივე და მესელია აქ ისეთი კონკურსია ხელის მოკიდებაზე ბატონო პროკურორო პოლიციელები დაკავებას ასე აკუთვნავენ ამიტომ მე ხომ მაინტერესებს ჭიშკარში რომ შეყავთ იქ ვისი ხელია ამას ვეკითხები და მე რომ კითხავ წინ მიდგას აი ამ კადრში ზიაზე ასე შემოხვეული ვინ არის რომანტიულად აი აქ და ცოტა უკრანა რომ და თავიდან გავუშვით აი გააჩერეთ ეს უფრო ცოტა სულ თავიდან რო გააჩერეთ საფეთ ჩამა ეს ხელი და კაცი აი ეს ვინ არის უზურგით რო დგას? ია ბესელია. და გიდასტურეთ. კი ბატონო. ცოტა წინ გავუშვით კადრი. გააჩერეთ. მან აი აქ სადმე ხედავთ ვანაძეს. გავუშვით კადრი, გავუშვით ბატონო მოსამართლე, გავუშვით. აი გოჩავანაც. აი აბა რომელი? მიმძანი გავახედეთ თქვენ. ეგარი გოჩავანაც. ეგარი გოჩავანაძე. აბას ზია ჩასკანცადმე. ზია ამაღლობას ხედავთ ამ მომენტში. აი თქვენ შეხვედრით შიგნით. მადლობა, ეს კადრი მეტი არ მინდა. მადლობა. ავანტო ბატონო. მადლობა. ეხლა 12 იანვარს თავდაპირველი გამოკითხვისას მე ტელეფონით რა ვიცი ხდება და რამეს კითხულობს მოწმე როგორ ვივარაუდო თავდაპირველად მოსამართლე არ მისაკუთრებია. რა ვქო ტელეფონი დავთვალიერე 12 იანვარს გამოკითხვის ოქროში თქვენ ამბობთ რომ ვიმყოფებოდი გარეთ და იქვე იყო ბჟალავა და ვიდექით საგუშაგოს შესასვლელის გარეთ მხარეს. ასეა? მარტო ბჟალავაზე რატომ მიუთითეთ? აი რამდენი ხალხია და მარტო ბჟალავაზე რატომ მიუთითეთ რომ ბჟალავასთან ერთად იდექით? ის ბჟალავაც იყო ისიც იყო რა ქვია ბერდია ფერაძეც და ის ვიდექით ახლა შეიძლება ეს პროკურატურის კადრი გაუშვათ. და ბჟალავაზე გავაჩეროთ კურსები. ამიტომ თქვენ გითხარით კიდე ბჟალავა რომელი გარდა. რომელია ბჟალავა? აი გებუაძის უგალოდოს ის. წვანე პოლიციის საჭერი პირდაპირ გებუაძესთან ხო, აი რა ბჟალავა, ხო? დიახ. თქვენ უკვე ხელახალი გამოკითხვისას თქვით რომ მეტრანახევა 2 მეტრაში ვიდექი 10-დან. ეხლა ნახეთ მეტრანახევა 2 მეტრში რამდენი ადამიანია გარშემო. ბჟალავა სხვაგან დგას, თქვენ სხვაგან გახართ ამ ლოგიკით, ხო?
და თქვენ გამოკითხვაში ამბობთ, რომ სადაც მე ვდგავარო, იქვე დგას ბჟალავაო. მე თქვით მეტრანახევარ 2 მეტრში ვდგავარო და ბჟალავა ეპიცენტრში დგას და როგორ გახართ ერთად? მოპირდაპირე მხარეს ვიდეთ, გამომართეთ წარმატება. ეს მეორე გამოკითხვაში თქვით. მე ჯერ გეკითხეთ, პირველ გამოკითხვაში თქვენ ამბობთ, რომ მე ვდგავარ და იქვე დგას ბჟალავაო და მე თქვით მეტრანახევარ 2 მეტრში ვდგავარ მეო და ეხლა ბჟალავა კადრში ჩანს, რომ ცენტრშია და თქვენ სადღაც სხვაგან ხართ, მოპირდაპირე მხარეს ვდგავარ, ვერ დავიგეთ. კითხვის ახლა ბატონ ვერკე მე როგორც გავიდე პირველი გამოკითხვაში ამბობთ ამის შესახებ. დიახ, გამოკითხეს ამბობს, რომ ჩემთან იქვე დგას ბჟალავა. ხოდა მეორე გამოკითხვაში აბა ნახეთ ბჟალავა დგას ცენტრში და ბატონი არჩილი დგას 2 მეტრში და ჩემი კითხვა 2 მეტრში როდესაც ხარ დისტანცირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ბჟალავა რატოა? ან ბჟალავა რატომ მიუთითეთ იმ გამოკითხვაში? განმეორება მოსამართლეში კითხვაზე, იმიტომ რომ რასის მხარეს კიდევ ხა წარმოაჩინოს თითქოს გულწრფელი არასდროს ინფორმაციას ასწრის სასამართლოს თითქოს და ერთგან ვამბობ, რომ იქვე გიორგი ბჟალავა იყო და მეორეგან ვამბობ, რომ 1-2 მეტრში გიორგი ბჟალავა იყო, თითქოს ეს უთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა და საბოლოო ჯამში კითხვას აყალიბებს ისე, რატომ მიუთითა გამოკითხვის ოქში, რომ გიორგი ბჟალავა იყო მასთან რამდენიმე მეტრში თუ იქვე ახლოს. გარკვეულწილად ამაზე მოსმენ, რომ მიუთითა ვიდეო ჩანაცვლებში მისი ადგილსამყოფელობა გიორგი ბჟალავას ადგილმდებარეობა და დაადასტურა კი ბატონო ასე უთითებული გამოკითხვა. ეხლა კითხვა რატომ დაასახელა, უფრო გულადგილოა და პასუხი გაცემული არის. ალბათო მოსამართლე, სწორია ბატონი პროკურორი, დიახ, ჩემი ამოცანა სასამართლოს დავანახო, რომ კონკრეტულად ეს მოწმე არ არის სანდო. ეს არის ჩემი ფუნქცია. ამიტომ კითხვას ემსახურება სწორედ ამ ამოცანას. პირველ გამოკითხვაში ბატონი მოწმე, ბატონი არჩილი ამბობს, რომ იქვე დგას ბჟალავა, იქვეს და 2 მეტრას შორის სხვაობას თუ სასამართლო ვერ ხედავს, მაშინ მოხსენეთ ეს კითხვა. მე ვეკითხებ, იქვე დგას ბჟალავა და მე ვდგავარ მეტრანახევარ 2 მეტრში, აი ასეთი ამბის დროს ეს ორი სხვადასხვა რამეა. ამას ვეკითხები, ვიცი ახსნით თქო, რომ ჯერ იქვე დგას თქვენთან ბჟალავა და მე თქვენ პოზიციონირებთ სადღაც უკან მეტრანახევარ 2 მეტრში. უგასუხეთ ბატონო არჩილი. რას ვასუხო კონკრეტულად? მოპირდაპირე მხარეს ვდგავარ, როგორც განმარტე ბატონ პროკურორს. რომ მოპირდაპირე მხარეს ვხედავდი. ვისგან მოპირდაპირეს? ვისგან და ბატონი ირაკლი გეგუაძისგან და ქალბატონი ზიასგან. აი მოდით ახლა ეკრანის მიხედვით რო წარმოგვადგენინოთ, იმიტომ რომ ხან იქვე ამბობთ, ხან მეტრანახევარი, ხან 2 მეტრა მოპირდაპირე მხარეს, აი სად გეხართ თუ ამიხსნათ. აი თავიდან გავუშვათ კადრი უკან ჭიშკარი, აგერ ბატონი გეგუაძე, აგერ ბატონი ბჟალავა და თქვენ სად ხართ? აი გადაღების უკანა მხარეს. ვის მხარეს? გადაღება სადაც ხდება, მაგრივარ ვის უკანა მხარეს? შევედი რა, გამოვედი მე პირდაპირ და შევკუმალე ქალბატონი ზია უკან. ვიდეო გადამღები საიდანაც ვიდეოდა, ზემოთ აღნიშნული პროცესი. გავიდა ბასონი მომისმინო კაპტონმა ხია. გავიგო პასუხი და ვიდეო გადამღები საიდანაც აშუქებდა ზემოთ აღნიშნულ დიალოგს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს, იმის გვერდიდან მხარეს ვდგავარ, საიდანაც უყურებდი კონკრეტულ დიალოგს და კონკრეტულ საქმიანობას. თქვენ იცით, რომელი ვიდეო გადამღები ახლა საიდან არის ამის გადაღება, იცით? იმის უკან ვრავარო რომეუნებით. საიდან არის გადაღება? ქალბატონმა მეკითხებით დასმულ კითხვაზე გიგზავნით მასწავლეს. საიდანაც ხდებოდა პროცესი, მე გიხსნით ასაცნელად, რომ გაიგოს საზოგადოება. საიდანაც ხდება ვიდეო გადაღება, აი იმის გვერდით მხარეს ვდავარ, მოპირდაპირე ვხედავ გიორგი ბჟალავას, ირაკლი გეგუაძეს და ქალბატონ ზიას დიალოგს. კიდევ გარშემოყოფ სხვა პოლიცია. დათვალიერების ოქროში აი თქვენთან ერთად რომ დაათვალიერეს ეს ვიდეო, თქვენი გამბობთ, რომ გეგუაძის უკან გახართ მეტრანახევარ 2 მეტრში. თქვენ ამბობთ, მე არ ვამბობ. და მაჩვენეთ იქ დაახლოებით სად გახართ გეგუაძის უკან მეტრანახევარ 2 მეტრში. პროკურორს მოუყურებს, მე მიყურებ. გიყურებთ, მე მიყურებ. და მაჩვენეთ იქ გეგუაძის უკან, ეხლა გავიჟერო ბჟალავასთან ახლოს, ეხლა მაჩვენეთ გეგუაძის უკან მეტრანახევარ 2 მეტრში სად გახართ. აი დაახლოებით წარმოგვიდგენია. გადაახვით და გაჩვენეთ. თავიდან გავუშვა. გავიდე იქ. დიახ, გეგუაძის უკან მეტრანახევარ 2 მეტრში. ამ
ვიდეოში არ ჩანო ამ პროცესში. დავარ აი ამ რეგულაციის უკან რეგულაციის უკან ჩანო ერთ კრაიში შედიხართ და მე გეკითხებით მანამდე თქვენ ახლა პრობლემა ესეც მოიწონს პასუხი ესეთია კადრში თავიდან მიმდინარე პროცესში არ ჩანო თუმცა ბატონი ირაკლის სადაც დგას ბატონი ირაკლის უკან კი ბატონო კადრში ჩდები მას შემდეგ რაც კარისხელი ბატონო რეგულაციის უკან დგავა მეტრანახევა რომელში უნდა ჩადეს არა არ ჩანს კი ბატონო მისაღები ეწოდება ასევე პირველი გამოკითხვის ოქროში თქვენ ასახელებთ ბჟალავას როგორც თქვი რომ იქვე იყო ბჟალავა და დაცვალიერებაში ბჟალავას აღარ ამბობთ და ამბობთ რომ თქვენთან იყო ქართველიშვილი რატომ ჩაანაცვლეთ ბჟალავა ქართველიშვილით ან რითი ახსნით ამას რომ ეს ქართველიშვილი რატომ გაგახსენდათ ამდენ ადამიანში ქართველიშვილი რატომ გაგახსენდათ ზინდა ჩემთან ერთად ჩემს გვერდზე იყო და ჩემთან მანამდე თქვით ბჟალავა დგას იქვეო აი რომელი უფრო იქვე დგას ახლა ბჟალავა გავიგეთ რომ არ დგას ჩანს და მე ამბობთ რომ ჩემს გვერდით დგას ქართველიშვილი სადაც დგას ბჟალავა პირველ გამოკითხვაში თქვენ ამბობთ რომ იქვე ჩემთან დგას ბჟალავა უკვე მეორე გამოკითხვაში და მათ შორის დაცვალიერების ოქროში თქვენ ამბობთ რომ თქვენს გვერდით დგას ქართველიშვილი ბჟალავას აღარ ამბობთ და ამას გეკითხებით რომელი დგას თქვენ გვერდით ან იქ რატო უთითებთ ბჟალავას რომელი დგას თქვენ გვერდით ჯერ ამაზე მიპასუხეთ ბჟალავას და ჩემს გვერდით და წოდნე ქართველიშვილის რა ბჟალავა თუ მეტრანახევარ 2 მეტრში დგას ისაც თქვენ გვერდით დგას ხო განახეთ სადაც ვიდექი დაახლოებით და სადაც თქვენ ამბობთ რომ მე ვდგავარ რეგულაციის უკან მეტრანახევარ 2 მეტრში და ბჟალავა თუ ეგაა ბჟალავა პირდაპირ რეგულაციასთან დგას მიჯრით ანუ მისგანაც მეტრანახევარ 2 მეტრში გრახართ ხო ბჟალავა და რეგულაცია მიჯრით დგანან ერთმანეთთან და ამას გეკითხებით ანუ თქვენ ბჟალავასთან გრახართ როგორც პირველ გამოკითხვის ოქროშია თუ ბჟალავა და რეგულაციისგან გრახართ მეტრანახევარ 2 მეტრში გებუაძეს და ბჟალავა თუ ერთადაა, მაშინ იგივე მდგომარეობაში რაც ვიდეოში ჩანს. ვიდეოში არ ჩანს თქვენ სადღაც. ხო და მაგის უკან მდგავარ ახლა რა. როგორ მოვიქცი ახლა? მაშინ პირველ გამოკითხვაში რატომ თქვით რომ ჩემთან დგას ბჟალავა, ამას გეკითხებთ და მეორე გამოკითხვაში რატომ თქვით რომ მე ვდგავარ უფრო უკან მეტრანახევარ 2 მეტრში და ჩემთან დგას ქართველიშვილი. და იდგა თორე ქართველიშვილი და ყოველ დავვალავდა. ხო და პირველ ჩვენებაში ქართველიშვილი რატო არ გაგახსენდათ და ბჟალავა თქვით, რომელიც თქვენ მანძილზე დგას, მანძილზე. ქართველიშვილს ვერ ვხედავთ, მაგრამ ბჟალავას ვხედავთ, თუ ეს ბჟალავა. და ქართველიშვილსაც ვხედავ გვერდით მინდას. გეტყვით ასეულო. სადაა ვიდეოში, აბა ქართველიშვილი. იბადე უკეთია და მოგეთხოვა ნაკლებად შესამჩნევი. იბადე ნიღაბი უკეთია, ხო? ქართველიშვილს, მაგრამ ქართველიშვილს რომ ნიღაბი უკეთია, ეგ თქვენი პირველი გამოკითხვისთვისაც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ იქ არ არის. ქართველიშვილს რომ უთითებთ მარტო მეორე გამოკითხვაში, თქვენს გვერდით სხვა არავინ იდგა, მარტო ქართველიშვილს რატო უთითებთ? ვინც იდგა იმ დროს ის ვინ უთით? მარტო ქართველიშვილი იდგა თქვენს გვერდით? ვინც იდგა უშუალოდ ჩემს გვერდით ის ვინც იდგას არ გეკითხებთ, მარტო ქართველიშვილი იდგა? უამრავი პოლიციელი იდგა და ქართველიშვილი იდგა უშუალოდ ჩემს გვერდით და მაგიტომ მე მიყურებ პროკურორს უყურებ, მარტო ქართველიშვილი არავის არ უყურებ, ყველას უყურებს საზოგადოებას. ის ქართველიშვილი რატომ მიუთითებთ? ვინც გამახსენდა და იდგა იქა მიუთითე ის. გაგახსენდათ ქართველიშვილი. თქვენს გარშემო სხვა ერთ-ერთი პოლიციელი ვეცანი. უამრავი პოლიციელი იყო, საკმაოდ რაოდენობით იყო პოლიციელები. ქართველიშვილიც ნიღბით იყო. ჩემს გვერდით იდგა ქართველიშვილი და ნომალიკო მიუთითე რომ იყო ქართველიშვილი ჩემს გვერდით. კარგი. შემეძლო მიმეთითებინა სხვა ვინც გამახსენდებოდა და უშუალოდ ჩემთან ერთად იქნება. თქვენ ამბობთ 18 იანვარს რომ დგებუაძე აქციის მონაწილეებთან გამოვიდა დაკავების საფუძვლების თაობაზე განმარტების მისაცემად. თქვენ იდექით იქვე და შემდეგ აღწერთ, ხო, როგორ გააკეთა განმარტება ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების თაობაზე, ასეა?
ანუ თქვენი რა ხართ და ჯებუაძე გამოვიდა და აკეთებს განმარტებებს. ასეა? კიდევ ერთხელ. ელაი მე დავინახე ესაუბრებოდა ორ ქალბატონს. ერთ-ერთი ქალბატონი ზია იყო ამოვლებელი და მეორე ქალბატონი იყო მასთან ერთად მდგომი ეთერ თურაძე როგორც შემდგომ გაიგო. დიახ, და რას ესაუბრებოდა შეგიძლიათ მითხრათ? რომ იყო ადმინისტრაციული დარღვევა, იყო გასვლა მდგომარეობაში მოქალაქეები და რომლის დაკავებაც მოხდა პოლიციელების მისამართით გამოჩენილი აგრესიიდან გამომდინარე და ვეცხოვნა გამომდინარე. და მოხდებოდა მათი იზოლაცია, დღეს იზოლატორში მოხდებოდა და ხვალდილით ადმინისტრაციულად სასამართლო ირჩევდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეგ იყო და ეგ. ეს იყო საუბარი, ერთხელ საუბრის იგი იყო ეს. ამასთან ერთად თქვენ წერალს თქვით, რომ მოისმინეთ, რომ ზია ამაღლობელი ითხოვდა კონკრეტულად ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ზია ამაღლობელი იმიტომ ითხოვდა კონკრეტულად ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რომ მოდიოდა პოლიციელებს ვეკითხებოდა რატო დააკავე, პასუხს ვერ დებოდა და აქედან გამომდინარე ხელმძღვანელებთან ანუ ვინ არის აქ ვისთან შეიძლება გასაუბრებაო გამოვიდეს ხელმძღვანელი და განმარტოს. ეგ იყო პროგრამული ვიდეო გავუშვათ შეიძლება. და მიაქციეთ ტექსტ ყურადღება. დიალოგი ახლა რაც მოყევით რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული რომ ხვალ გადაიყვანდნენ და მოხდებოდა განხილვა და რომ ზია ითხოვდა ხელმძღვანელს. აი რაც მოყევით ეხლა აი აქ მაჩვენეთ ამ კადრში. ამან ბატონო. როცა მაგ პირდაპირ დაგეკითხოთ იყო საუბარი და აი რატომ არ აქვს განსხვავება არის ამ შემთხვევაში ჩვენ მასთან ვცდილობთ ობიექტურად რაც ის ხილულიც გახდა და ინფორმაციას აქვს განსო კითხებიც აი ეს სიტყვებთან მიმართებით დიალოგის დიალოგი თუ შეგიძლიათ თქო წარმოგიჩნიოთ დღეს არის ერთმა რა თქმა უნდა გაკეთდა და დიალოგი ამას და გადმოსა მაგრამ მარჩილმა ზოგადი შინაარსი რას ეხებოდა საუბარი თავისი სიტყვებით ასეთქო და გამარტავა ეს არის რაც მახსოვს ეხლა წარმოგვიდგენთ ვიდეოს რაც უნებრივია სრულად არ მოიცავ საუბარს ფაქტია რამდენად გავაკეთე მანამდე კი არის საუბარი მინარევს საუბარად იგივე საკითხს კიდე გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ დაგიკვირდოს მოსწრე გასაგები აქვს უხობილი ფასო განმჩნევებას ეს ამ ვიდეოს წარმოგედგენთ საფუძველზე მხოლოდ იმას რომ მაგალითად ის სიტყვები რაც ბატონ მარჩილმა თქვა თავისი სიტყვებით რაც გამოსცა ის შინაარსი რა შინაარსის მართლა არის ამ დიალოგში აქ არ გამოჩნდეს ეხლა და საზოგადოების თვალში წარმოჩინდეს ისე თითქოს მოწმი იტყუება და ცუდ ინფორმაციას ატყვის შესახებ. აი ეს არის ამ კითხვის მიზანი. არადა პირდაპირ დაკითხვის დროს და მათ შორის ნაცნობი ჯვარებით დაკითხვის დროსაც ბატონო მარჩილმა განმარტა რომ ეს არის შინაარსი დაახლოებით არის დიალოგის რაც ამ ორ ადამიანს შორის წარმოქმნა. და ეს კითხვა სასწრაფოდ არის აქცენტური და ეს არის მანიპულირება იმით რომ წარმოაჩინოს სულსხვაგვარი მოცემულობა დარჩეს. ხოლო განრიდების საკითხზე მოგახსენებთ ბატონო მოსამართლე, ანუ ის ფაქტი რომ ჩვენი მიზანი არის ის რომ მოწმები ეს გამოვავლოთ ის რომ არ არის სანდო და ჩვენებას იძლევა ეს განრიდების საფუძველი არ არის. კი, ნამდვილად ეს ჩვენი მიზანი და პროცესი გვანახავს მაშინ სადმიმდრო რა პროცესში მიმდინარეობს ამ ესაუბრა. დიახ, რა ბატონო მოსამართლე, ჩემი ამოცანა არის ზუსტად ეს. მე მოკლე შინაარსი არ მიკითხავს მოწმესთვის. მე ვკითხე რა იგონეთ იმან რა უთხრა, ამან რა უთხრა. მე არ მიკითხავს მოკლე შინაარსი. თუ რაიმეს იქ ვერ ხედავს, მე არ ვიცი, ახლა ბრალდება არ ნახობდა როგორც ყოველთვის. ამით მიპასუხოს მოწმემ, რომელი ფრაზა როდის თქვა, აქ რა ისმის, რაღაცა არ ისმის, სხვაებიც ამბობენ, რაღაცა იქ ისმის, არ ისმის. მოწმის განმარტებები განმარტებას, იმიტომ რომ მან მოყვა ვრცელი დიალოგი. გავდომაია. მაჩვენებს მოწმემ, როდის არის ერთი ბატონმა არჩილმა, როგორც პირდაპირ დაკითხვის დროს, ასევე თქვენი შეკითხვების დროს განმარტებას დააყოლა, რომ მისი სიტყვებით გადმოსცემდა ამას და ეს არ იყო უშუალო ციტირება მათი სიტყვების. ანუ ჩემი სიტყვებია ორივე შემთხვევაში ესე განმარტა. თუმცა ბატონ ამ ნაწილში გეთანხმებით, გითხრათ ბატონ მარჩილმა, ან რა დიალოგიც გვესმის ბატონ მარჩილმა, ეს არ არის უშუალო ციტირება მათი სიტყვების და თქვენ როგორც აღიქვით და ისე ვიყვებით, ეს ახლა ამ კადრებში ჩანს და უნდა გვესწოდეს თუ როგორ გეტყვით ამ ამათი დიალოგი და შეხვედრა. რაც მოგვიყენეთ ეს დიალოგი. თქვენ ამათი დიალოგი და შეხვედრა ბატონ ირაკლის და ქალბატონ ზიას იყო მიმართული იმ ორ ადმინისტრაციულად დაკავებული ფიჭის შესახებ.
ტურისტვის დააკავეს, რატო დააკავეს და მსგავსი ხასიათის საუბარი. რადგანაც საუბრის დასრულებას ცდილობდა ბატონი ირაკლი გეგუაძე და არ ნაცავდა და შემოარტყა ქალბატონოძეების სახეში. იყო და ეგ მოხდა მე და ვიდეოში რამდენ წამიანი მონაკვეთია და რა საუბარია და რა არის, არ ვიცი რა ჩანს და რა. მე რაც გავინახე, იმას გეუბნები, რომ შეხვედრის ადგილი ბატონი ირაკლი გეგუაძის ხაზგასი თამობდა ქალბატონი ზიას, იყო საგუშაგოს გამოსასვლელი, სადაც გავარდე და გავიგონი ამათი საუბარი, რომ საუბრობენ კონკრეტულად იმ დაკავებულ პირს. გაბობა. შეიძლება გავარდე. გაიგონეთ, რომ დაკავებულ პირზე საუბრობთ. კი ბატონო. ეხლა ისე უნდა გთხოვოთ, რომ გავუშვათ ვიდეო თუ საუბრობენ დაკავებულ პირზე. ნახეთ გაბობაია, მე რაც გამიგონიო, ვიყავიო და ამას გიყვევითო. ესო ვიდეოშიო, ჩანს თუ არ ჩანს, ამას ვერ გეუბნებითო. მე რაც მოვისმინე იმ ადგილზე იმ მომენტში აი ამას გიყვევითო. ნახეთ, მაშინ რაღაცა უნდა მიპასუხოს მოწმე. ის საუბარი რაც მან გაიგონა, როდის იყო, მაშინ ეს უნდა მიპასუხოს. ამ დროს იყო ეგ საუბარი ქალბატონი მზია ესაუბრება ბატონ ირაკლი გეგუაძეს და დაკავების მიზეზს და მოტივს ახსნების. ამ დროს იყო დაკავებულზე საუბარი. ამა მეტი შეხვედრა მაგათ არ ქონია. მაგრამ დაკავებულზე არ საუბრობს იქ. რა ვიცი ახლა რა საუბრობს თხოვდა პასუხს იმასთან დაკავშირებით რომ რატო იყო დაკავებული. დათვალიერებული. ხომ გახსოვთ? ეხლა ჩემი კითხვა ასეთია. თქვენ ამბობთ რომ ამ დროს გეგუაძის წინით რა ორი ქალბატონი აღწერთ რა ამ ასე ვთქვათ საუბარს რომლებიც გამოხატავდნენ გეგუაძის და ზოგადად სამართალდამცავთა მიმართ აგრესიას. ხმამაღლა ესაუბრებოდნენ და ითხოვდნენ მათ სასწრაფოდ გათავისუფლებას. ასეა? თქვენ რამატები დავციკლით, ასეა? კარგით. მაშინ ახლა მითხარით, რაში გამოიხატებოდა აგრესია კონკრეტულად? აგრესია გამოიხატებოდა იმაში, რომ უკანონოდ იყო დაკავებული და სასწრაფოდ ითხოვდნენ გამოშვებას ან იმის ახსნას, ის გამო იყო დაკავებული და მსგავსი ხასიათის იგი საუბარი. აგრესია იყო ეს, რომ ზია ეუბნებოდა უკანონოდ ყავთ დაკავებული და სასწრაფოდ გაათავისუფლეთ? არა, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, არა, უკანონოდ იყო დაკავებული და რის გამო იყო დაკავებული, მაგასთან დაკავშირებით იყო დაძაბული საუბარი. იყო აგრესია. დაძაბული საუბარს რას ეძახით? რას ეძახით და აღებებულ საუბარს, რომელიც იყო გაუწეული პოლიციის მისამართით, რომ ანუ აგრესიული ფონი იყო პოლიციის მისამართით. აი კიდევ დავატრიალოთ, მინდა დამიდასტუროს, ეს არის სულ აგრესია თუ კიდე რამე იყო, რაც აქ არ არის. აი ნახეთ. აი წინ მე რომ დამაკრავით მისმინე აგერ, ხო? ხმის წევრიც ისმის. ანუ კიდევ რა ნახეთ თქვენ? რაც ჩანს კადრში ის ეს ნახეთ რა ჩანს. კი ბატონო, აბახარ ხوارე. აქ დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე არ არის საუბარი. აქ არის მე რომ დავაკრავეთ ამაზე საუბარი. მანამდე იყო საუბარი, მე როგორც ვიცი, იმ თემასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული იყო ორი პიროვნება. როგორც იცი, ორი პიროვნება. როგორც ნახეთ ის იქა. კი ბატონო, როგორც ნახე, მაგას გეუბნებით ახლა. აი, რამდენადაა ხოლმე არის მე გეუბნებით იმას, რომ ამას ამ თემაზე იყო მაგათ შორის შეხვედრა დიალოგის მოტივი. ამათ შორის იყო შეხვედრა დიალოგის მოტივი იყო ეს ფაქტი, რომ რატო იყო დაკავებული და შემდეგ მოხდა რასაც გადაშენდა ფიზიკა. კი ბატონო, კიდევ მე რა მოგწონთ ქალბატონო მისამართლე? ანუ ჩემი კითხვა კი რაში მდგომარეობს, რომ ზუსტად მითხრათ. კონკრეტულად აგრესია გეგუაძის მიმართ რაში გამოიხატა? თქვენ რომ ამბობთ პოლიციელი ხართ ამ ხელოსნაში. მაცა ანუ ზიას მიმართ გეგუაძისადმი აგრესია რაში გამოიხატებოდა? ქალბატონია, ანალიზის გიპასუხათ დაძაბული საუბარი. აი რა დაძაბული საუბარი? ეს შეგვიძლია გქონდეს პასუხი ამ ფორმის გაცაც. დაძაბული საუბარი იყო ორ დაკავებულ პირთან დაკავშირებით და ტონალობაში გამოისახა. ტონალობაზე არ თქვენს არაფერი და ტონალობა სიტყვა ბძანა მოწოდებს. დაძაბული საუბარი ეს არის რაც მან ეს არის დაძაბული საუბარი. მაგას დაძაბული საუბარი და ნორმალურები გაჩნია. ეს არის დაძაბული საუბარი. მოწვის აი ეს რაც ნახა და
მოწმე, მისთვის არის დაძაბული საუბარი და აგრესია. თუ ამას ეკითხება ბატონი, ამას უთხრა, ხო და უფასოა მაგას. რასაც ეხლა ჩვენ ვხედავთ კადრში. თქვენ რაც განმარტეთ, რომ მათ შორის იყო დაძაბული საუბარი, რაც ეხებოდა ორი პირის დაკავების საკითხს და იყო პონალობა ახსენეთ ასევე. ამ კადრს გულისხმობთ, ამ კადრს ახასებთ, ეხლა რაც ისაუბრეთ. აქ რასაც ვხედავთ? ნახეთ, შემდეგი ყველა მოწმის ჩვენს პრინციპულად მნიშვნელოვანი ამბავია და დაცვისთვის, მათ შორის და წესი ბრალდებისთვისაც უნდა იყოს. მოწმე ამბობს, რომ გამოხატავდა აგრესიას დგებუაძის მიმართ და ზოგადად პოლიციის მიმართ. ჩემი კითხვა სწორედ ეს გახდა. გამაგებინეთ აგრესია დგებუაძის მიმართ რა არის და ზოგადად პოლიციის მიმართ რა არის. რატომ წერს ამას მოწმე? ეს ხო საბავშვო ბაღი არ არის, პოლიციელები არიან. მითხრა დგებუაძის მიმართ აგრესია რაში გამოიხატებოდა და მე რაში გამოიხატებოდა ზოგადად პოლიციის მიმართ აგრესია. დგებუაძის მიმართ აგრესია ეს ფრაზა? დგებუაძის მიმართ აგრესიას იხედავთ რაში გამოიხატებოდა. და პოლიციის მიმართ აგრესია? პოლიციის მიმართ აგრესია, იმიტომ რომ გაბრაზებული იყო მათი ახლობლების და თესავების დაკავების გამო. ამ ზიას აგრესია ზოგადად შეიძლება პოლიცია სულ არ უყარს ზიას. მაგრამ იქ რაში გამოიხატება ზოგადად პოლიციის მიმართ აგრესია, ამას გეკითხებით. ერთი და იგივე ფრაზა, ანუ ერთ და იგივე ფრაზაზე ამბობთ, რომ ეს ფრაზა არის დგებუაძის მიმართაც აგრესია და იგივე ფრაზა არის პოლიციის მიმართაც აგრესია. ორი სხვადასხვა ადრესატი ყავს ამას, გამიგეთ? ეს მნიშვნელოვანია ბრალდებისთვის. მისი დამოკიდებულება ესეთია ამ საკითხზე, სხვა რაიმე ესეთ მოვლენას. და მითხრას ეს ერთი ფრაზაა. ნახეთ ამბობს, აი აგრესიული და ხმამაღალი საუბარი, ყონალობა, ეს არის ერთი და იგივე მოვლენა, რომელთაც ხასიათდება მოწმის პოზიციით აგრესია, როგორც კონკრეტული პირის მიმართ, ფიგურალურად თქვა დგებუაძის მიმართ, ასევე ზოგადად პოლიციის მიმართ. თვითონ ესე ახასიათებს ამ მოცემულობას და თავისი სხვა მოვლენა დაუსახელებია ჯერჯერობით, ხო? მადლობა. ნახეთ, ქალბატონო მოსამართლე. ჩვენ აქ ფაქტებს ვადგებთ, ხო? იქ ისმის ერთი ფრაზა, მისმინე აგერ, მე რომ დავაკეთებ. ხო? ამას ვაკითხები მოწმეს. ეს ფრაზა გაიგე და ეს ფრაზა გონია აგრესია დგებუაძის მიმართ და ეს ფრაზა გონია აგრესია პოლიციის მიმართ. ეს არის ჩემი კითხვა. ისმეთ თორემ. მისმინე აგერ მე რომ დამაკავოთ ისმის. ზია ამაღლობელის ხმა. ამ ფრაზას ეძახით თქვენ ტონალობაზე ვისაუბრეთ. ამ ფრაზას ეძახით რომ ეს იყო აგრესია დგებუაძის მიმართ და ეს იყო აგრესია პოლიციის მიმართ. აგრესია დგებუაძის მიმართ ნახეთ ჩვენ. არის მოქმედება იყო თქვენ ამბობთ მანამდე გამოხატავდნენ აგრესიას. ჩემ უშუალოდ გიკითხებათ, ანუ თქვენ მოგაღნიშნეთ რომ ქალბატონ ზიასა და ბატონ ირაკლი შორის იყო ხმამაღალი დაძაბული საუბარი. ამაშიო რას გულისხმობთ, ანუ მოვლენები იქ როგორ ეხარდებოდა, რომ ამას ვეუბნებითო. აქ რასაც ვხედავთ, რა სიტყვებიც გვესმისოთ, მხოლოდ ეს მივიღოთ, რომ ეს შეაფასეთ თქვენ აგრესიათო, თუ იქ რომ იყავით, სხვა რაღაცებიც გაიგონეთ და ეს არის აგრესია. თქვენ როგორ გვაწყდით ამ ინფორმაციას? ვიდეოს მიხედვით, რაც არის ესაა და კიდე სხვა დიალოგიც იყო მაგასთან. ანუ რაც მოგვიყევით, ეს დიალოგი ორ პირის დაკავებასთან დაკავშირებით და ამ ვიდეოში რასაც ვხედავთ, ერთობლივად დამასწორებ ერთ საფრთხეებზე არ დამიდასტურეთ, არ მიხარით, რომ ასე არ მივისხოთ. ანუ ის რაც აქამდე სასამართლოს ისაუბრებს ბატონ ირაკლისა და ქალბატონ ზიას შორის არსებულ დიალოგზე, ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით ხმამაღალი დაძაბული ტონალობა გაუსვით ხაზი და რასაც ვიდეოში ვხედავთ, ერთობლივად არის თქვენი განმარტება, რომ მათ შორის იყო დაძაბული საუბარი? კი ბატონო, გავიგეთ რაც ამას. კი ბატონო. და ერთი აქვე რომ რავარტიო, აქვე თქვენ ძანეთ რომ ხელმძღვანელ პირებთან უთხოვდა თვითონ ზია შეხვედრას ამ საუბარში, ესაც იყო, რაც არ გესმის? არ გვესმის, მაგრამ არა იყო? იყო კი. მადლობა. ეხლა ერთი თვის მერე თქვენ გადაგკითხეს 18 თებერვალს. ამ ორ პირზე საუბრობდით მანამდე პირველ გამოკითხვაში. და როდესაც გადაგკითხეს 18 თებერვალს, ორი პირის დაკავებაზე აღარ საუბრობთ, რომ დგებუაძე იძლეოდა განმარტებებს ორ პირთან დაკავშირებით და მხოლოდ ამბობთ, რომ ზიამ კითხა
გრაბაიძეზე და იმანაც უპასუხა გრაბაიძეზე. ის ორი პირი ჩახსენით, აღარ ამბობთ. და რატომ რა შეიცვალა? ვინ ორი პირი ჩახსენით? პირველ ეხლა ამ თუთასაც გავუმარტივოთ, რომელი გამოკითხვის, რომელი თარიღის და თავდაპირველად ეხლავენ, თქვენ რა მოგკითხეს თავდაპირველად? თქვენ თავდაპირველად 28 იანვარს გამოგკითხეს და იქ საუბრობდით სწორედ რომ აი ამ ორ პირზე იძლეოდა განმარტებებს და საუბარი მიდიოდა ორ პირის ადმინისტრაციულ დაკავებაზე. ერთი თვის მერე გამოგკითხათ კიდევ ოზურგეთის პოლიციამ. და იქ უკვე ორ პირზე აღარ საუბრობთ. იქ ამბობთ რომ გიორგი გრაბაიძეზე კითხა და უპასუხა გიორგი გრაბაიძეზე. იქ ორივე როგორც მახსოვს იყო გრაბაიძე. ორივე. აი ამ მეორე დათვალიერებისას მარტო გრაბაიძეზე რომ საუბრობთ. ეს ვიდეოში ნახეთ და იმიტომ საუბრობთ? გამოკითხვაზე ეკითხებით ისევ გამოკითხავს. 19 თებერვალს თქვენთან ერთად როდესაც დაათვალიერეს და მე გამოკითხეს, უკვე ისმის რომ მარტო გრაბაიძეზეა საუბარი. და თქვენი ჩვენებაც გაკორექტივდა და ეს მინდა კითხოთ, ეს იქ რომ გაიგეთ, იმიტომ თქვით ვიდეოში რომ მოისმინეთ, ორი გრაბაიძე, ერთი გრაბაიძით, იმიტომ შეცვალეთ? ვიდეოში დავდავ, ვიდეოში ისმის ერთი გრაბაიძე. ერთი გრაბაიძე ისმის. კი ბატონო. და თქვენ ეს ვიდეო რო ნახეთ, იმიტომ შეცვალეთ, რომ ორი გრაბაიძე, ერთი გრაბაიძით? ნახეთ, ორ ადამიანზე იძლეოდა განმარტებებს სხვა არის, ერთი ადამიანი კითხა მზიამ და უპასუხა სხვა არის, გამიგეთ? და ამიტომ შეიცვალა თქვენი ჩვენება და არა მხოლოდ თქვენი. და ამ ვიდეოს გამო შეცვალეთ, რომ ვიდეოში რო დაინახეთ, თუ მე გაგახსენდათ ერთი თვის მერე რომ ორზე კი არ საუბრობდა, ერთზე საუბრობდა. ხო ხო მეუბნებით იმ დროა რამდენი რამე ნახეთ. და რას მეკითხებთ, ვერ გავიგე. ერთი წუთი. ნახეთ ჩემი ერთი წუთი, ფაქტობარი ერთი წუთი. ფიზიკურად ვერ გავაგრძელებ აი ამ ფორმატით, რომ მოძლის პასუხზე მე მისმენდი აქ იუმორს. იუმორისტულ შოუში ჩვენ დავიმყოფებით, ვიმყოფებით სხდომის დარგაში. ამის შესახებ გავაკეთე არაერთ დღის განმარტება. თავი შევიკავოთ ემოციებისგან. გისმენთ დავდობა. ჩემი კითხვა რაშია? ერთი თვის მერე ვიდეო რომ დაათვალიერა თქვენთან ერთად გამოძიებელმა და ხელახლა რომ გამოგკითხათ, იქ ამბობთ უკვე რომ ერთ გრაბაიძეზე ეკითხება მზია და პასუხობს გრაბაიძეზე ბატონი გრებუაძე. ერთ გრაბაიძეზეა საუბარი. მანამდე ამბობთ რომ ორი გრაბაიძის დაკავების საფუძვლებს განმარტავდა და ასე შემდეგ. მე მინდა კითხოთ, თქვენ ეს ვიდეოში რახან ნახეთ, ამიტომ თქვით თუ თქვენ გახსოვდათ და შეცვალეთ მე. არა, ვიდეოს დათვალიერებაში, ანუ დაკავებულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი, ბატონი მზიას და ბატონი ირაკლის დიალოგი, მაგის შემდეგ რაც მოხდა გამომართე არაერთხელ და მაგიდან გამომდინარე ვიდეოში რაც იყო, იმის მიხედვით მოხდა იგი რა. ვიდეოში რაც იყო ის დააფიქსირეთ, ანუ თქვენ ამას მეკითხებით, იქ ციტირებთ ზუსტად ვიდეოს, ანუ იმ მეორე გამოკითხვაში თქვენ უბრალოდ ციტირებთ ვიდეოს. კი ბატონო. ჩემი კითხვა ასეთია. ორივეგან ამბობთ, რომ დაინახეთ ქუჩის მოკაჩვა. დაინახეთ როგორ მოკაჩვა? დაინახეთ სილა როგორ გააწნა. სილის მიმართულებაც დაინახეთ? ანუ რომელ მხარეს რა? იმიტომ რომ ლოყის და ყურის ამის დასუსტება მინდა ამალია ქოჩილობას და დაინახეთ. ის დროს ხელითაც იაჩვენა გაბდომაია ესე დაინახეთ. ხელით რომ გაშლილი იყო, ეგაც დაინახეთ? ზიას ხელი. კი ბატონო, მუშტი არ დაუთქვია გაშლილი ხელი. დიახ. თქვენ დაინახეთ აი ამ ინციდენტის მერე ვინ დააკავა მზია? ეს ხო უკვე ადმინისტრაციულ საკითხებით, აი ამ სტილის დათმის შემდეგ ბერდია ბერაძეა იქ
კადრებში ვინ ჩანს, გიორგი ბჟალავა და კადრებში ანუ ბერდია ფერაძემ და ბჟალავა დააკავა? ბჟალავა ბერდია ფერაძეს დირექტორის ჩანს. უშუალოდ თქვენ ადგილზე დაინახეთ თუ კადრიდან გვეუბნებით? კადრიდან გვეუბნებით. კადრიდან გვეუბნებით. კადრიდან გვეუბნებით, რომ ბჟალავა დააკავა? იქვე ვიყავი მე პრინციპში მეც შევყევი შუან ანუ შენობაში არ შევსულვარ. და სად მოხდა მზიას დაკავება, როგორ შეგძლეთ ამიხსნათ, სად? თვითონ ახლო შესაძლოა. აბა კადრი თავიდან და მაჩვენეთ ბჟალავა როგორ აკავებს. ფერაძე და ბჟალავა, ერთად. ერთი თვითი დაახმიეთ თუ შეიძლება მინდა მაჩვენოთ ბჟალავას სადამდე ხედავთ. უკან დაახმიეთ კიდე. ეს წვანი არის ბჟალავა, ხო? თუ არის? აი კიდე კარებშია, გაჩერეთ? კიდე კარებშია ბჟალავა. ზია აღარ არის. ზია შესულია, ანუ თქვენ დაკავება არ გინახავთ გამოს. ასაკი ნახავ შევყევი მე შეგინით ვიდეოში. ანუ ბჟალავა უკან დარჩა, თქვენ შეხვედით, ამას ეკითხებით. გაბატონო მარი, დაკავების დროს მე გულისხმობ რას? ოქმის დაწერას არ აქვს. ხელი მოკიდა და შეყვანის პროცესში ორაცილოს გიორგი ბჟალავა, ბერდია ფერაძე და მე შევყევი ნახევარი. წინ შეხვედით და ბჟალავა. წინ შეხვედით და დარჩა ბჟალავა და დააგზელებს შემოსვლას მე შემდეგ. იმიტომ რომ ბჟალავა მახსოვს მაინც ზეზოში. კი ბატონო, კარგით. ეხლა თუ შეიძლება ვაჩვენოთ კადრი აი ეს მეცხრე სისხლით.
ყველა პროგრამაზე დახოს. რა უნდა შეგიძლიათ? აი, დააბონეთ და აი. თქვენ თუ არა გონი არჩი. დააბონეთ კადი. კარში. აი. რა წარმოგიდგენთ ასე? ოპა. აი ეს კადი. რომელ წამზეა ეს? თუ არა რა მოძრაობაა მაშინ გამოსადი? არა, ხება ნამდვილად არჩევს. რა მოძრაობას აკეთებთ? აი წინ პირით მზიასკენ. ამიხსენებთ და რა ქვია მაგ მოძრაობას? რა გიცნო? ალია მაგ მოძრაობას. პირველი შეგვიძლია მესები არის და პროცედურა გადაგწყვეტებას და ვიპასუხოთ მარჩება და მეორე თუ არა და რა მოქმედება. რა მოძრაობაა თუ მეკითხები. მე ვარო დაადასტურა. აი ეს კალბატონის ზიას მისამართით, კალბატონის ზიას მისამართით არაფერი არ განიხორციელებია, არ შეურაცხყოფი მიყენებია, მით უმეტეს გადამოხდებაზე რა სისულელია რა საუბარია. აი ეს რა მოძრაობაა? და რა საუბარია, ადამიანი ვარ და შესაძლებელია იმაში რა ქვია რაღაცა გაციებული ვარ და შეიძლება რაღაცა გავაკეთებ. კალბატონის ზიას მისამართით ყოველ გავაკეთებ. ანუ გადააფურთხეთ, მაგრამ არ არის შესაძლებელია გადავაფურთხილ ვერც შეიძლება დავახველე და ასე მაგრად ვქენერა დახველების დროს იგი ქურთი. ანუ ჯერ ეგ ცხოვრებაში არ არის. ეგ რა კითხვა ვერ გავიგე. შეურაცხყოფილია ნამდვილად. ჯერ ხო არა. შესაძლებელია დავახველე მაგრად, იმიტომ რომ ხშირად ვარ და სიგურული გარეთ გომიდან გავხდი. ის უნდა გავაკეთოთ დრამატიზაცია არის. შეკითხება თუ გინდა ადამიანზე მაგმას ბატონო, კანდიდატება თუ გაქვთ ლოგის. არა, პოზიცია ამ კითხვის აზრი არ არის ის, რომ ზიას შეაფურთხა, ეხლა ასეთ სულები აქ არავინ არ არის. ამ მოქმედებაში ჩანს მოწმის დამოკიდებულება და ამიტომ მივაქციეს ასეთი შეგვიძლია იყო კალბატონის ზიას ზიას მიმართულებით არის. დააბუნეთ კიდევ კადრი და ეს ჩანს სამჯერ დააბრუნდეთ ერთი და იგივე ერთი კალბატონობა. გავიგებთ კადრის განმეორება საჭირო არ არის. მოწმე კითხვა გაიგო, კადრი ნახა და პასუხი მივიღე. შემდეგი შეკითხვა. ამავე კადრში მინდა მითხრათ ზია არჩედან და იქიდან მიყავს ორ პოლიციელს. ვინ არიან ეს არჩედან და იქიდან? ერთი პოლიციელი არის ბერდია ფედას და მეორე სვერცო. მეორე სვერცო? და ვინ დააკავა? ანუ ჟალავამ დააკავა. იყო ჟალავაც დაგავების მომენტში იქ ვიყავი მე შევხვდები, მაგრამ როდესაც ჩავთვალე საჭიროდ რომ აღარჩენდებოდა ჩემი დახმარება დაკავების შესაყვანად, გამომოვიარ უკან. კადრში ჩანს. კარგი, მადლობა. ეხლა ამ თუ შეიძლება თავიდან კიდევ ერთხელ ეს კადრი და მინდა რომ ხმარ ახმები გესმით, იმ ხმებს მიაქციოთ ყურადღება. ან სიტყვებს თუ არჩევს? დიახ. ჯერ არა, გეტყვით როდეს. აი ამ ფრაზებს თუ იცით ვინ იძახდა სისხლით გინება სისხლით დავიჭერ არ ხედავ მაგრამ მაგრამ თუ გესმოდა ხმაური იყო კალბატონო მაია დაკავების დროს იყო ხმაური იმიტომ რომ სხვა მიტინგის მონაწილეები აპროტესტებდნენ და პროტესტებდნენ როგორც კალბატონის ზიას დაკავებას ეს სხვა დაკავებებს და ამიტომ არ მიიქცევია ყურადღება მოსწავლეებში იმიტომ რომ მე უკვე გარეთ ვიყავი და შეიძლება ის არის შედარებული და სხვა ადმინისტრაციული დაკავებულების იყო იმ დღეს არაერთი. სხვების ადმინისტრაციულ დაკავებას თუ შეესწარეთ? ნამდვილად არ მახსოვს, ახლა თუ ვიდეოში ჩანვარ, ჩართეთ ვიდეო და ბევრის დაკავება. მე თქვენ მეკითხებით, ვინმე თქვენს დააკავეს? არ მახსოვს. არავინ არ გახსოვს? არა, ადმინისტრაციული არავის ადმინისტრაციულ დაკავებაში მიიღეთ თუ არა მონაწილეობა არ გახსოვთ? ან ნახეთ დღეს, იმ დღეს ეკითხები. იმ დღეს, კონკრეტულად გილას? პოლიციასთან 10 კაცი დააკავეს, კაცი. იმ 10 კაციდან თქვენ არავის ადმინისტრაციულ დაკავება არ გინახავთ? კი, დაკავებები როგორ არ გინახავთ? აბა ვინ ნახეთ? არ მახსოვს, ახლა სახელმწიფო ნახეთ. ვიღაცები ნახეთ. ვინ თუ ვინმე ნახე, კონკრეტულად არ მახსოვს ახლა და. სტიკერის გამო დაკვრა მოხდა სასამართლოს კვლევით გოგონა. პოლიციის შესასვლელში სტიკერი ასფალტზე რომ დააკრა კალბატონმა მისი დაკავება ნახეთ? კი, როგორც გავიგე, ციალა გათამიზე იყო, მაგრამ ნახეთ დაკავება. უშუალოდ ვიყავი.
სტიკერის გამო რომ დააკავეს მაგით. სტიკერის გამო დააკავეს, ტვიტის გამო დააკავეს, ადმინისტრაციულად დააკავებას გიგასტურებს რომ ვიყავით და უყურებდით. გაბაიძეების დაკავება. გაბაიძეების დაკავებაზე არ შევსწრები ვარ, იმიტომ რომ გაბაიძეების დააკავა გვერდით ვიცი და პოლიციაში. არ ვიცი, მაგათ დაკავების მონაწილეობა არ მივიღეთ. უშუალოდ გავიარეთ. დაკავების მონაწილეობა არ მიგიღიათ ერთია, მაგრამ ნახეთ რამე რა დააშალეს გაბაიძეებმა, ნახეთ. ალბათ მარია იგინებოდნენ როგორც გადმოცემით იცი მე პოლიციის მისამართით იგინებოდნენ იყვნენ არაფრიზელ მდგომარეობაში მან მარკერებთან საერთოდ არაფრიზელ მდგომარეობაში რომ იყვნენ ესაც გადმოცემით იცი გადმოცემით იცი არ მინახავს შემოწმების ალგორითმი როგორ შემოწმების ალგორითმი არ მინახავს მაგრამ თვითონ ნახეთ ისინი ნახეთ თუ არ ნახეთ გაბაიძეები ამ დროს რო რაღაცას ჩადიოდნენ ნაშავრად არ მინახავს არ გადმოცემით იცი ალბათ ეხლა ერთი ესეთი კადრი მინდა გაჩვენოთ კიდე. თუ შეიძლება მერვე ვიდეო ჩავთვალოთ. ეს არის, ნახეთ, რა ხდებოდა მზია ამაღლობელის დაკავებამდე. და ეს კადრი არის ქალბატონებო სამართლე თქვენ რომ აღიქვათ ეს არის გებუაძეების დაკავების შემდეგ განვითარებული ბოლო ძმების გაბაიძეების დაკავების შემდეგ და აქ არის გარე ეს არის გაბაიძე რომელიც ჭიდაობით შეხავთ ამ წუთას ეს არ მაინტერესებს თუ შეიძლება რომ გადახვიდეთ სადღაც 07:45 წუთზე 07:42-ზე რომ დადგეთ ესე აი აქედან ვაცალოთ მაგრამ ამ კადრის მიხედვით აი აქ ხართ წინ. აქ ხართ 07:30-ის ჩათვლით, წინ გახართ, გაცილებით
და ზია ამაღლობელის დაკავება და ბატონ გრიგუაძესთან საუბარი არის უკან ჭიშკართან და აი როდესაც ხმაური აწყდა და უკვე აკავებენ ზიას, უკვე მოხდა ის ყველაფერი. ანუ პარალელურად მიდის ეს ორი პროცესი, თქვენ არ გახართ ჩანს და ზიას ასე ვთქვათ დებატები გრიგუაძესთან არის უკან. აი როგორ ახსნით ახლა ამას, რომ აგერ ხართ და მომიტინგებს ესაუბრებით და ზია უკვე დააკავეს უკან. უკვე იყო ის ყველაფერი და დააკავეს კიდევაც სანამ შეგვიდა. დააკავების მომენტში მოყოლოდი იქ როგორც აღნიშნე. მაგრამ თქვენ წეგან მომიყევით მე რომ გამოვიდა გრიგუაძე ეს უთხრა რომ ზია ითხოვდა მალაპარაკეთ გრიგუაძე რომ გრიგუაძემ ამაზე განმარტება მისცა რომ დაინახეთ ყველაფერი და რომ იქიდექით ამას მიყვებოდით და ეხლა არ მოჩნდა რომ წინ გახართ წინ და სხვა მომიტინგებს ესაუბრებთ. მომიტინგებს ესაუბრები მანამდე მე ერთ-ერთი და იგივე ადგილას კი არ გავარ მთელი აქციის განმავლობაში. აქედან ზია უკვე დაკავებულია მაგრამ სხვა ადგილას შეიძლება 14 წამში. კონკრეტული ლოკაცია არ გაქვს. 14 წამში უკვე დააკავეს კონკრეტული ლოკაცია არ გაქვს აქციას დადგომის დროს, იმიტომ რომ სადაც საჭიროა ამას არ მიკითხებით თქვენი ლოკაცია სად არის აქციაზე დადგომის დროს. მე თქვენ გეკითხებით როგორ მოახერხეთ ერთდროულად, აგერ ხედავთ რომ არ გახართ. ადასტურე იმ ფაქტს, რაც იმ კადრში არ ჩახართ, გახართ, მაგრამ დრო უთხარი კადრია. ვადასტურე იმ ფაქტს, სადაც ვიყავ და რაც დავინახე. რა დავინახე და რაც მოგიყევით და რაც სასამართლოს უთხრა და რაც საზოგადოებას. კიდე დავაბრუნოთ ხალბატონო მოსამართლე ეს კადრი. და მისი საუბარი მომიტინგებთან. მე არ ვსაუბრობ მომიტინგებთან. პასი კი როგორ არის? დამშვიდი დაწყნარდი ეს იყო დიალოგი. რატომ დააკავეთ რომ გეკითხებია? განთავისუფლეთ თუ არა? რატომ დააკავეთ? ნახეთ რა მანძილზე ხართ გისოსებიდან. აი თქვენ. ეხლა კიდეა თქვენი ტექსტი. აი ახლა ჩერეთ ეს არის თქვენი ტექსტი. გეკითხებიან რატომ დააკავეთო და თქვენ მასუხობთ. აქ ხო იდენ არ ეუბნებთ რატომ დააკავა და ეუბნებით რომ ხო დაინახეთ. არ ვალვალდები. ამის პარალელურად მიდის ამის პარალელურად მიდის უკან გრიგუაძესთან ზიას ასე ვთქვათ პოლემიკა და თქვენ ახლა როგორ არის ეს ორი ამბავი ის ნახეთ თუ არ გახართ? მე მეტი კითხვა თქვენთან არ აქვს. მე მეკნება ამ საკითხზე ნამდვილად აღარ გვაქვს არანაირი კითხვა, მხოლოდ და მხოლოდ მე მაინტერესებს ის ფაქტი თქვენგან 2019 წლიდან ბრძანეთ რომ ხართ ამ განყოფილების უფროსი, ხო? ამ წლიდან აიქმნება თქვენი ამ პოლიციის დეპარტამენტში ამ შენობაში მუშაობა თუ უფრო დიდი ხანია რაც მუშაობთ? კონკრეტულად ამ პოლიციის დეპარტამენტში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია პოლიციის მეექვსე განყოფილება, სადაც მუშაობ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან. ეგულის ხება მაგაში რაც. ხო, ამ შენობაში არის თქვენი სამუშაო ადგილი. ამ შენობაში ჩემი სამუშაო ადგილია რა. უბრალოდ, როდესაც საჭიროება მოითხოვს, ამ შენობაშიც ვიქნებით, იმ შენობაშიც და სასამართლოში. ანუ აქაც ხარ ხოლმე რა წასა. მაშინ კი ბატონო, მაინც კითხავ ხოლმე. საჭიროება პოლიციური ძალები იქნება საჭირო. კი ბატონო, ხო არ გაქვს ინფორმაცია მხოლოდ იმაზე, კამერების შიგნით, შიდა ტერიტორიაზე, ეზოში ან გარეთ რომელიც სამუშაოს უყურებს, სადმე ხოლმე არის დამონტაჟებული შემთხვევით, ამდენი ხანია გიწევთ ხოლმე აქ მუშაობა. ხო შეგვიძლია. მასთან დაკავშირებით. კამერა ან ეზოში დროიზებდეს, ან სამუშაოს უშუალოდ სადაც ინციდენტი მოხდა, ან შიდა ტერიტორიაზე შენობის. შიდა პერიმეტრზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ იყოს კამერის ჩანაცვლება. შიდა პერიმეტრზე გავიგე ვარ. ეზოში არ გაქვთ? არ ვიცი, მაგის შესაძლოა. არც ეზოში არის, სამუშაოებს ალბათ არის, სამი არის თუ არა კამერა. კი ბატონო. შიგნით გავიგე, პოლში და იმაში არ არის. ჩვენ მეტი კითხვა არ აქვს. ხალბატონ ზიას ხომ არ აქვს შეკითხვა მოსმეს. ხალხალი პირდაპირ აქვს, რა არის ხალხი? არა. მადლობა ბატონო, ჩვენ გამოვიდა.